ხოცები რაღაცას მაინც დაანგრევენ თბილისში და თვითონ ძალიან უხარიათ. თუმცა გასახარელიაა. ეს არის ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგუტიშვილთან ერთად. ხოცები დაანგრევენ დოქებს რიყეზე. ბათუმში რომ ჭაჭიშადრევანი დაანგრიეს, ეგ პატარა შურიზება იყო. მაინც პროვინციული. თბილისი კი სულ ელოდა რას და როდის მისდგებოდა ბორიას ან კალოშას ბულდოზერი. და აი ისიც, დოქები, ყანწები. რატომ? მიშა სიმბოლოა. ამის დასაპროექტებლად და ასაშენებლად იმან უცნობილესი არქიტექტორები ჩართო და ახლა მასზე ვიძიებ ჩურს. Როგორ შეიძლება თბილისში რაიმე უფრო ლამაზი და თანამედროვე იდგეს, ვიდრე შუშის კონსერვის ქილა კომკავშირის ყოფილ ხეივანში. შანსი არ არის. ხოცებს თავინა ყველაფრის დანგრევა უნდათ, გეხსოვებათ. ბორიას ჯერ თვალში გაეჩხირა პრეზიდენტისავლაბრის რეზიდენცია, იმიტომ რომ მისი შუშის კონსერვის ქილიდან ამის შუშის გუმბათი ჩანდა და ეწიწკნებოდა ნერვები. იქიდანვე ჩანდა შუშის ხიდი და ამაზეც ნერვები ეწიწკნებოდა. თან ღამე რაღაცა უცნაურად სიმციმებდა და ეგ რაღაცა აეჭვებდა. კი ძახდა მიშა მშვიდობის სიგნალ გზავნის ეს საწყალი ხიდი მორზეს ანბაინთო, მაგრამ რა ისის ხი ხო მორზე ქართული ვერ უსწავლია და ამიტომ ვერ მოიცილა ეჭვი რომ აი ამის კოორდინატების ნავოდკას აძლევდა ამერიკულ ავიაციას ან ვიღაცა უცხო პლანეტელებს. პირველივე დღიდან Facebook-ზე გამოკითხვა მოაწყეს ღირს თუ არა შუშის ხიდის დანგრევაო. იქნებ სხვაგან გადატანა ჯობდესო, იქნებ აი ასეთის აშენება ჯობდესო, ან ისეთისო. მაგრამ მე დაივიწყეს ეგ იდეა ძვირიაო. ორი კვირის ნათქვამი ჰქონდა ბორიარუს პოლიტიკაში მოვდივარო რომ ამ თემაზე საგანგებო განცხადებით გამოვიდა. შუშის ხიდს უმეცრების მეც ვერაფერს დავახმეო. ბიძინა ივანიშვილი 2011 წლის 7 ნოემბერი. მერე თქვეს ეს ველოსიპედის ძეგლი რა უბედურება, ავიღოთო. მერე თქვეს აი შლოპანცები და კვერცხები რაღა ჭირია დავანგრიოთო. მერე თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა გააჩერეს. ეგ რა გვინდა არ გვინდაო. ერთი პირობა იუსტიციის სახზეც გაიწიეს თუ გახსოვთ, მაგრამ იქ უკვე ისე იყო საქმე აწყობილი, რომ ვეღარ გაბედეს. ქუთაისის პარლამენტს კი უტრიალეს ჯერ სიტყვა პარლამენტი მოაცილეს, მაგრამ შენობაზე ხელი ვერ აწიეს. უბრალოდ აი მიუშვეს რა, დრონესტი და სოკო შეჭამს ოდესღაც იქნება, რავი, სადგვეჩქარებო, ბატონი ბორია ხო სულ იქნება და იქნება. ანაკლია რომ დაასამარეს ამერიკული და ნიდერლანდური კაპიტალი რომ გააქციეს და ჩინურიც კი ვერ შემოიყვანეს, ეგ იცით უჩემოდაც. ახლა ფულის აკეთებელ დაზგად ჩაიფიქრეს, ჩვენ ვიზამთო და ეგეც მოგეხსენებათ. მაგრამ არაშენება ერთია და ნგრევა მეორეა, სხვავნება და აი სხვა ქავილი იცის ხელის. თან თუ ხელის ბარაკაც იცის ბიუჯეტიდან მით უმეტეს. მოკლედ მოიცალა პროჭორილებმა საინჟირო შურიზიებისთვის. ერთხელ გაყიდა ეს დოქები, ორჯერ გაყიდა, ავიც რამდენჯერ. და ახლა იმდენი ჩალიჩონ რომ ახალმა ინვესტორმა, ანუ ფულის ჩამკუჭავმა, სხვა დამანგრევია მაქავრობა სასტოპრო უნდა ჩავდგაო. კალოშამას დიდი სიამოვნებითო თან თუ ხელის ბარაკა იცის. მოკლედ კოლექტიურმა ხიხოებმა გაწირეს შუშის დოქები. დაამთავრდა სუპერთანამედროვე საკონცერტო დარბაზისა და რაღაც დიდი სახელოვნებო სივრცის პროექტი. თანამედროვე ხელოვნება თუ გინდათ, მაგათ ხაზეინს უნდა გითხოთ და სთხოვოთ. ქართუსეებში რომ აქვს ის პიკასოები გამოკეტილი და კიდე რაღაცეები, ის უნდა გაჩვენოთ. სხვა ყველა შემთხვევისთვის კი არის ბერას უკუტავი ხელოვნება. გიკვირთ. საკტრისისა და გელათის აფეთქება დანგრევის შემდეგაც გიკვირთ. და სახელმწიფოს დანგრევის შემდეგაც გიკვირთ. საქართველოში ვიზიტი ჰქონდა თურქმენეთის პრეზიდენტს. აგერ სულ 2 კვირით ადრე კობახიძე იყო ჩასული აშგაბადში. იმ პრეზიდენტსაც შეხვდა მამამისსაც, ყოფილ პრეზიდენტს ახლა რომ არკადაგის ტიტულს ატარებს, ანუ ერის ბურჯის. გაზაფხულზე იქამდე თბილისში მათი პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ძალიან ნაყოფიერი საუბრები გამართა ქართულ კოლეგასთან. მათ რა თქმა უნდა დემოკრატიის თურქმენმა დედამ და ქართულმა მამამ ისაუბრეს მრავალპარტიულ არჩევნებსა და ხმების ეფექტურ დათვლაზე. ხო, სხვათა შორის თურქმენეთის პარლამენტში 3 პარტიაა. ოღონდ ყველა სამთავრობო. და აქ დროა ვიკითხოთ, ასეთი ინტენსიური ვიზიტების შემდეგ კიდევ რა დარჩა სალაპარაკო ამ მხარეებს? რაღაცომ ჩამოვიდა უმცროსი ბერდი მუჰამედოვი. გარდა იმისა, რომ 4 წელია პრეზიდენტი ჰქვია და მოსკოვის დუშანბესა და პეკინს გასცდა ერთხელ სულ. მაგრამ თურმე არაფერი გწოდნია. წარმოდგენა არ გქონია რამხელა გასაქანი უნდა მისცემოდა ტრადიციულ მეგობრობას ქართველებსა და თურქმენებს შორის. და მე ჩასაფრებულმა ეს მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინა, როდესაც ნახე რომ ხელი მოეწერა მემორანდუმს განათლების სფეროში 2 ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ. განათლების. თურქმენული განათლება ხომ გაგიგიათ? საერთოდ რამე გაგიგიათ ამ ქვეყანაზე? იცოდით რომ თურქმენეთში
გაზის მარაგით მეხუთე ქვეყანაში მოსახლეობის 50% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. იცოდით, რომ პრეზიდენტ ბერდი მუჰამედოვის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა 20-მდე მემორანდუმს, მათ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის საზღვაო უნივერსიტეტთან, სადაც ახლა თურქმენ ზღვაოსნებს გაწვრთნიან. ტექნიკურ უნივერსიტეტთან და რაც ამაზე მნიშვნელოვნად მეჩვენება პირადად მე, გაფორმდა მემორანდუმი თბილისისა და აშგაბადის მაიაყულიევას სახელობის კონსერვატორიების თანამშრომლობის შესახებ. და აი ამ ძმობის შესაკრავად ჩასაგვირისტებლად გაიმართა ყველაზე ცნობილი თურქმენი კომპოზიტორის ჩარი ნურიმოვის კონცერტი. ჩარი ნურიმოვი თუ არ იცოდით, აი ამის ავტორია. იცოდით, რომ ბერდი მუჰამედოვის ვიზიტისას ხელი მოეწერა მემორანდუმ საქართველოსა და თურქმენეთის პროკურატურების თანამშრომლობის შესახებ. და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს რომ მოეწერა ხელი, ეგ თუ იცოდით. არც ეგ გაგიგიათ. კულტურის სამინისტროების მომავალი თანამშრომლობის მემორანდუმის ამბავი, ეგ იცოდით? და თუ ეგ არ იცოდით, აბა საიდანღა გეცოდინებათ, რომ გაფორმდა მემორანდუმი თურქმენეთის დიადი საფარმურატ ნიაზოვის სახელობის, ასე ქვია, სახელმწიფო თეატრსა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრს შორის. რა ვიცი, რობიკო სტუროვას ქართული ოცნება ჯერ ხო აუხდა და ახლა თურქმენული ოცნებაც აუხდა. მე მგონი ყველაფერი ლოგიკურად ხდება მის ცხოვრებაში და თქვენ არ ფიქრობთ ასე. იცოდით, რომ თურქმენეთი საკუთარ ახალგაზრდებს არ აძლევს უფლებას ჩააბარონ დასავლეთ ევროპის, შეერთებული შტატების, კანადის ან ავსტრალიის უნივერსიტეტებში. უცხოური უნივერსიტეტების სიაში, რომელიც თურქმენეთის მთავრობამ დაამტკიცა რამდენიმე წლის წინ, შეტანილია რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი. მათ გარდა არის ორი ყაზახური უნივერსიტეტი და გაიმაგრეთ გული ერთი თესეუ. არ ვიცი რამ დამსახურებისთვის, მაგრამ არის. ახლა ისინი რო ჩამოვლენ საქართველოში, კაი, ჩამოვლენ. და ქართველი სტუდენტები ნეტავ თუ მოინდომებენ წასვლას იქ. ახლა რა ვიცი, აშგაბადმა უდაბნომ შეიძლება ვიღაცა ეგზოტიკურობით მოხიბლოს, მაგრამ რომ ეტყვიან, რომ ფორმით უნდა იაროთ უნივერსიტეტში შაბათის ჩათვლითო, რავი, გაჩერდება კი იქვინმე. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ყველაზე მოწესრიგებულ დამწყებ კარიერისსაც კი გაუჭირდება ეხა ჰალსტუხისა და თეთრი პერანგის ტარება ყოველ დღეთან. მით უფრო გაუჭირდება ყოველდღიურ 7 საათზე მოწყობაზე დგომა, რათა დეკანმა და მისმა მოადგილებმა დაათვალიერონ, ხო კარგად გამოიყურებიან სტუდენტები, გარეგნულად. და ღმერთმა არქნას თეთრი პერანგი გახამებული არ იყოს, ან რავი, ჩიტმა არ დაასკიდლოს დილა ადრიან. ეს სტუდენტი ლექციიდან მოიხსნება ავტომატურად და 4 დღე უნდა გაატაროს ბიბლიოთეკაში თეზისების წერაში. ოღონდ ხელი წერაში, იმიტომ რომ ზოგიერთ უნივერსიტეტში ლეპტოპი და პლანშეტი არის აკრძალული. არ ვიცი რატომ. ქართულ სტუდენტ გოგონებს იქაური ეროვნული ტანსაცმლით მოუწევთ სწავლა აშგაბადში თუ ჩიხტიკოპით აქაური მემორანდუმი ალბათ ასე დაწვრილმანებული აღარ არის. და ისე იცოდით, რომ თურქმენულ უნივერსიტეტებში გოგონების რაოდენობა სულ 31%-ია. ხალი მე ვიცი ქუხნაშიო, აი იმათი შესრულებით. და კიდევ რა ძლიერი მხარეები აქვს თურქმენეთის განათლების სისტემას, რომელთანაც ახლა ესე თანამშრომლობას იწყებენ ღრმად ეს ჩვენი პროჭორვილელები. ხო, კერძო უნივერსიტეტები იქ არაა. იოხ. სახელმწიფოა მხოლოდ. ოღონდ იქაც მოწყობა მხოლოდ ქრთამით არის შესაძლებელი. ეს მეც არ ვთქვია, როი მეტრეველი რატომ მეგობრობს ასე თურქმენეთის საელჩოსთან, რომ ყოველ წელს რაღაცა კონფერენციებს უწყობს მეთქი. რაში ყოფილა საქმე? თურქმენეთის სახელმწიფო საფინანსო უნივერსიტეტში ჩარიცხვა 5000-დან ზემოთ ღირს და ეკონომიკისა და მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვა უკვე რამდენიმე 10,000 თურმე. მოკლედ, იქ სტუდენტობა ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტია ცოტა. თურქმენეთში მე-9 კლასის შემდეგ სკოლაში სულ 3 ბავშვი რჩება 10-დან. და ამიტომ სტუდენტობის მსურველიც ცოტაა. ოღონდ ასეთი თურქმენეთიც კი გადავიდა 12 წლიან სისტემაზე, რათა ბოლონიის სისტემასთან მიეახლოებინა საკუთარი სასკოლო განათლება. საქართველო კი გახსოვთ, ალბათ რუსულ 11 წლიან სკოლას დაუბრუნდა ახლა ამათ ხელში. და ასე გამოვიდა, რომ თურქმენული განათლების სისტემა გაგვიხდა სანატრელი და მისაბაძი. და აი ჯანდაბას, რუხნამას ჩვენი შვილებიც ისწავლიან, თუ არა და ბატონი ბორია რომ დაწერს წიგნს 3 წლამდე ბავშვების ძუძუტიყვების აუცილებლობაზე, რასაც გვირდება. აი იმას დავეწაფებით. ძუძუს არა, განათლებას. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ და გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რას დავიდით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში.
შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემა.